ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბლუმბერგის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება და ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში მისი ქონება 6.8 მილიარდ ამერიკულ დოლარში ადგენდა და მსოფლიოს მილიარდერებს შორის 418 ადგილს იკავებდა. ირკვევა, რომ ბლუმბერგმა ივანიშვილის სიიდან აპრილის 3 კვირაში ქონების 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარით შემცირების გამო ამოიღო. ამის შესახებ გამოცემამ TV პირველს უთხრა. ამ ეტაპზე პლანეტის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არც ერთი ქართველი აღარ არის. ბიძინა ივანიშვილი როგორც ყველაზე არა გამჭვირვალე ადამიანი, აი ამ 500 კაციანი Forbes-ის სიიდან გაგდებული იქნა იქიდან. ბინადან შეუძლებელია, რომ 2 თვის წინ, როდესაც მას თითქმის 7 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა, მისი ქონება ისე შემცირებული იყო, რომ 1 მილიარდ დოლარზე დაბლა ჩამოსული იყო და ამ მიზეზით ყოფილიყო იგი ამ სიიდან ამოღებული. ანუ პიროვნება ინკოგნიტო, რომელიც მთელ სოფლიოში, მათ შორის ოფშორებში მალავს თავის ქონებას და რომლის ქონების იდენტიფიცირება შეუძლებელია. რუსი ბიზნესმენებიც კი არ არიან ამ ასეთ სამართლმსაჯულო მდგომარეობაში, როგორც ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დააზიანებს მის რეპუტაციას და ეს იმას ნიშნავს, რომ არასდროს არავინ არც მასთან, არც მის ოჯახთან, არც მის კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობას არ დაიჭერს. შაშა ნამდვილად როდესაც დაიწყო ოფშორების კანონი მიაღებინა თავის ჯიბის პარლამენტს, აქედან უკვე ჩანდა ეს ოფშორების კანონისთვის მიაღებინა და იმის მერე რაც ხდება, რასაც ვაფიქსირებთ მასთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ეს არის ის, სადღაც ჭორვილის ჯურღმულებში მალავს თავის ქონებას და ფულს და ბლუმბერგი ვერ ითვლის ჭორვილაში დამალულ ფულს. ივანიშვილს გადაყავს თავისი აქტივები და ზოგადად თავისი ეკონომიკური აქტივობა ჩრდილოვან ეკონომიკაში, შესაბამისად, ხო, იმ ადგილებში, სადაც ბლუმბერგს აქვს შესაძლებლობა, რომ ინსტიტუციონალურად დაითვალოს ივანიშვილის ქონება, ივანიშვილი ამის შესაძლებლობას აღარ აძლევს, იმიტომ რომ ამ ქონებას მალავს სხვადასხვა ადგილას და უმალავს საერთაშორისო სანქციებს. ამიტომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაძლენის ამბავთან ვიდრე რაიმე ფორმით ივანიშვილის გაღარიბებასთან. სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ და ხელი აღარ მიუწვდებათ საკუთარ ფინანსურ რესურსებზე და ქონებაზე, რა თქმა უნდა, ვერც ბლუმბერგის და ვერც Forbes-ის სიაში ვეღარ მოიძებნებიან, იმიტომ რომ ისინი პრაქტიკულად აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ. მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ქართველი ხალხის და ქართული ეკონომიკის ხარჯზე შეულობს მილიარდებს, რომელსაც შეიძლება შავი ფული უწოდოთ და ამ რესურსებს განკარგავს. ამიტომაც ისევ და ისევ საბოლოო ჯამში ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია უნდა კი ისეთი ადამიანი, რომელიც ფულს აკეთებს და მილიარდებს შეულობს ქართველი ოჯახების გაღარიბების ხარჯზე იმისათვის, რომ დააკომპენსიროს საკუთარი, ასე ვთქვათ, ქონების სანქციები და დაყადაღება დასავლეთის მხრიდან. მილიარდერების ინდექსი განაახლა Forbes-ნაც, სადაც ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. ის რეიტინგში 1299 ადგილს იკავებს. Forbes-ის 2024 წლის მონაცემებით ოცნების საპატიო თავმჯდომარის ქონება 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული.